საჯარო სკოლებისა და ბავშვთა ბაღების შემდეგ ბათუმის მერია უფასო მუნიციპალური სასადილოების ლაბორატორიული შემოწმება დაიწყო. მერის ზედამხედველობის სამსახურის სანიტარული განყოფილებისა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ტენდერში გამარჯვებული აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან ერთად ქალაქში მოქმედი 5 ობიექტიდან პირველად ტაბიძის 2 ნომერში მდებარე სასადილოს მიაკითხა. ლაბორანტებმა სანიტარულ ნორმებთან ერთად კალორიულობის დადგენის მიზნით სინჯები მომზადებული საკვებიდანაც აიღეს. შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ოქმი შედგება, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული სადამსჯელო ღონისძიების ფორმა და ოდენობა. თავად სასადილოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, ხოლო მოსამსახურე პერსონალს უნიფორმა უახლოეს ხანში ექნება. მსგავსი შემოწმება მერიის წარმომადგენლების განცხადებით ყოველთვიურად განხორციელდება. მოწმდება საკვები კალორაჟზე, ინგრედიენტების, პროდუქტების შემცველობაზე და აგრეთვე როგორც მოგახსენებთ, მოწმდება მაგიდების, ჭურჭლეულობის და მომსახურე პერსონალის შემოწმება. შედეგების მიხედვით იქნება შესაბამისი ზომები და მითითებები მიცემული მომსახურე პერსონალის. ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო დავხვეწოთ. აქ ხდება სისუფთავის კუთხით, ყველაფერი არის დაცული, ანუ ჩვეულებრივად ჩვენს ნებისმიერ რამეს ვაქცევთ ყურადღებას, ეს იქნება თვითონ ჯერ ფორმებიც ასე, ანუ გვითხრეს, რომ ფორმები არ აქვთ კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ფორმები უკვე შეკვეთილია, ერთნაირი ფორმით იქნებიან მზარეული, თავსაბურავები იქნება უფრო ესეთი კომფორტული, მთლიანად თმაშეკრული და რა ვიცი, ვცდილობთ, რომ ყველაფერს მოწესრიგდეს და უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე იყო.